დავიწყოთ. ეს უცებრო დამშენდა. მორცხა. კი, უცებრო არ. მე შარველი არ ჩამოწდება. უცებრო ვდგე. თუ ხსნილი. მე ყველაფერი კი არ გამოფრინო გარეთ. არა შოს. გამარჯვებით აღარ დავიწყებთ, იმიტომ რომ დღეს ერთად დავიწყეთ დილაფერს სახლში. ვაუ, რა გუშინ არ დაგიწყია ჩვენთან ერთად დილა? ხალხსაც მივესალმოთ ხალხს. არა, ხალხს კი, მაგრამ გამარჯობა. გამარჯობა. საერთოდ ჯობი არა. დროულად დავიწყოთ. როგორ ახ? გადასარევად. შენ როგორ ხარ? ეგ დილის გადაცემებში რო არის ხოლმე, გაქვს მაგას ნაყურები, რო შედიან და კარს აგებს, ოღონ შიგნით ოპერატორი ასევე და ისე ესალმებიან ერთმანეთს, რომ ვითომ არასდროს არ უნახავთ ერთმანეთს. ჩვენც ესე არ, მე მაგიტო იმას ავქენი ხა გამოაშკარავე. ამ ეტაპზე ერთ სივრცეში ვიღვიძებ. ერთ ჰაერს ვსუნთქავთ, რომელიც გაუსაძლისია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, დამიტოვე. საერთოდ გადავედი. მოგაქირავებ ერთად. არა, თანახმოვარ მართლა. აი, სადაც გძინავს იმ ოთახს მოგაქირავებ. ძალიან კაი. თენის ნეიტრალური ტერიტორია. კი. არ დავასახელებ რატოა ნეიტრალური. მაინც. მაგრამ ხო. კაი, რას ვაკეთებთ დღეს? დღეს რას ვაკეთებთ და გამომდინარე იქიდან, რომ მე და ნინი, ანუ წინა ეპიზოდებს თუ უყურეთ, გვახსენებთ ხშირად, რომ სადღაც ცხოვრობდით, სადღაც ვიყავით, ახლა მეც არ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ არ გეგონოთ, რომ მარტო მე შემოვიფარგლები ამ ყველაფრით. ნინისაც აქვს უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება. და ზოგადად მგონია, რომ უცხოეთში ცხოვრება არის ძალიან საინტერესო თემა, რამე. არა, ჩართული გქონდა. დაინახე და გააგრძელე. მოკვდეს. მოკვდეს. დიზაინისტის ძალიან ლამაზია და მოდი იყოს. ცოტა შხამიანი კი ჩანს, მაგრამ ვიდეოში ძალიან კაი ძალიან კაი. ერთი დღეც და всё. არა, შენც ჩამოხო. ხო და გადავწყვეტეთ, რომ ეს უცხოეთში ცხოვრება არის ძალიან საინტერესო თემა. კი. ბევრს აინტერესებს, ბევრი ახლა იწყებს, ბევრს უკვე დაწყებული აქვს და მოდით ან ჩვენ გამოცდილებას გაგიზიარებთ და თან ნახოთ ნინის რა აქვს სათქმელი ამაზე. რა სიტყვი? საზოგადოება ეს. ხო, მე ზუსტად მაგაზე ვარ, რომ უცხოეთში, აი მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ბევრი რაღაცა გადააფასოს. მინიმუმ თქვათ გადაფასებაზე რო არ წავიდეთ, ბევრ რაღაცას ეჯახები რა, გამოწვევებს, კულტურულ სხვაობებს, რა არ იმ პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცა დავაფასე ქართულ ამბავში და ის რაც რუტინა იყო ჩემთვის და take for granted ვიღებდი, რომ ასე უნდა იყოს გარანტირებულად იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე ხალხი ასე არ ცხოვრობს და მე რო ჩამოვედი ცოტა კი გამიჭირდა ქართული რეალობა. მოდი ხა გაგაჩერებ ყველაფერს ერთად მოყვები. დაიწყო. კითხები არ ვიცი ნეტას რა ებიწყებს მომზადებული და ამიტომ კი დავიწყებ მოდი. აბა ნინი როდის დაიწყო? რომელ წელს და რატომ? ხო, სხვა შორის ძალიან კარგი პროექტით ვიყავი წასული European Solidarity Corps არის ახლა და მაშინ იყო European Volunteering Service და რომელიც გულისხმობს, რომ რამდენიმე თვიანი, მაქსიმუმ 1 წლიანი პროექტებია და მიდიხარ საზღვარგარეთ და ოღონ მუშაობ რა volunteering-ი კი ქვია, უბრალოდ ფულს გაძლევენ სული რო არ გაგწორეს. იმდენს რა, ჩემნაირი მხარჯველისთვის საერთოდ არ იყო საკმარისი და დედაჩემი თუ მიყურებს, დაბარებული მაქვს აქედან, რომ დედაჩემს და მამაჩემს ხშირად უწევდათ ხოლმე ჩემთვის ფულის გამოგზავნა. და ამასთანავე მე ვცხოვრობდი ერთ ბიჭთან ერთად, რომელმაც ფული დააგროვა იქ. არა უშავს ხდება. ხო და მაგით წავედი ჩეხეთში, ულამაზეს ქალაქში, ჩესკალიპაში. პრაღიდან რამდენიმე კილომეტრში იყო, სადღაც ალბათ 70-80, არ ვიცი შეიძლება. ან ძალიან ახლოს იყო. ხო, არ იყო შორს. სადღაც საათში საათნახევარში ავტობუსით ვიყავი და ძალიან ბედნიერი 1 წელი გავატარე. 1 წელი საკმაოდ დროა. კი, 1 წელი ვიყავი და პროექტი იყო და ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობდით, რომელიც გულისხმობდა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის, იქაური სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურის გაკვეთილის მაგივრად შევდიოდით ჩვენ და არაფორმალურ ამბებს ვაკეთებდით რა, რომ თამაშით ვასწავლიდით ინგლისურს. რამდენად ვასწავლეთ? ეგ უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მაგრა ვერთობოდით. აი მოდი ახლა რა მაინტერესებს? როგორ იპოვე ეს პროგრამა? ხო.
და როგორ წახვედი რა ესე რანაირად მოხდა შენს ანუ დაამთავრე ბაკალავრი არ იცოდი რა გეკეთებინა თუ აი რატო გადაწყვიტე ჯერ საერთოდ რომ დაგეწყო გეპოვა ესეთი რამე და მე როგორ დავეყო ხო მე ზოგადად მიუხედავად იმისა რომ იმპროვიზაციები მიყვარს ძალიან ამასთანავე დაგეგმვაც ძალიან მიყვარს ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში და ეგ იყო შემთხვევა როდესაც პირველ კურსზე რო ჩავაბარე მე უკვე ზუსტად ვიცოდი რომ ბაკალავრს რომ მორჩებოდი აუცილებლად ამ პროგრამით უნდა წავსულიყავი მაშინ ისე ძალიან გავრცელებული არ იყო ახლა learning-ულზე გახსოვს რამდენი ხალხი ყავდა ძალიან ბევრი და ძალიან ბევრიც გაუშვით ცოტა ისეთია რა გზას დავაყენე ხო ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გქონდა learning-ულზე ESC შემთხვევაში European Solidarity Corps-ის შემთხვევაში და ნუ ესე რა ვიცოდი სად უნდა მეძებნა მაშინ Facebook-ის გვერდზე იდებოდა როგორც ვაკანსიებს ეძებ რა ჯობსში გამახსენდა ეხლა ზუსტად მასე იყო აღწერა ამ სამუშაოსი ამ volunteering-ის მოხალისეობის შესაძლებლობის და ყველაფერი რა გაწერილი იყო და ერთ-ერთი პროექტი იყო სადაც გავაგზავნე და პირველივე პროექტზე ამიყვანეს იმიტომ რომ საოცარი მინდოდა რომ ძალიან დიდი ხნით მოუშორებოდი გარემოს და მოკლევადიანებზე არც მიფიქრია პირდაპირ მინდოდა რომ ერთ წლიანზე პირდაპირ ესე შეეჩეხე მარტო გიცხოვრია მანამდე მარტო არასდროს არ მიცხოვრია და ეგეც ერთ-ერთი გამოწვევა იყო იმიტომ რომ ჩავედი იქ სადაც კვერცხსაც არავინ არ გიწევს. ხო, გახსოვს კვერცხი რა შევწევს ეთის გარეშე, გადაუბუგე სამტრედიაში. და ეს ისტორია მეგონა რომ ესე მე მექნებოდა და გამოაჭენა ეგრევე. და იქ აბსოლუტურად გადატრიალდა რა ჩემი იქ სხვათა შორის იცი რამდენი რაღაც ის ლობიო გავაკეთე რაღაცა მეორე თუ მესამე თვეს და აჭარულ ხაჭაპურს მეორე თუ მესამე დღე გეგონა ადაპტირებისთვის დაჭირდა 2-3 თვე აჭარულ ხაჭაპურს ვაკეთებდი ისე ჩაოლებრივ ხაჭაპურებს ჩემ ხარჯზე რატო ხარ ანუ ხო ჩემთვის არ გავუკეთებია არასდროს ეგ იყო ძალიან ბევრი წლის წინ და მოკლედ მე ჩემი თავის მერე თუ რა მოვწყდი ჩემი თავის ხალი ვარ თუმშია ყველაფერი შემიძლია ვიკადრო და ის საჭმელი იჭმეოდა მე ვჭამდი და გადავწი ხარ სხვებს საჭმელი აუ სხვათა შორის კი ორ ტიპთან ერთად ვცხოვრობდი გოგოსთან და ბიჭთან იტალიელთან და სომეხთან და მაგრამ ის სომეხი მაგრად აკეთებდა რა იტალიელებს ხო იცი ის არ აქვს სომეხი მაგრად გავჭედე იტალიელები ხო იცი ცომთან პიცა რაღაცა როგორი ურთიერთობა აქვს და ისიც მაგრა აკეთებდა საწყის ეტაპზე ზირთად ჭურჭელს ვრეცხავდი შვედი და რა ისე ჭურჭელს რეცხვაში ძალიან ძლიერია მინდა რეკომენდაცია გავუწიო აი ესე ოჯახ რო ვიარო და ცოტა დანაზოგი გავაკეთო ხო ნომერი რო ჩდება შენ გამიკავშირდი შაბათ კვირას და ღამის საათებში და რატო გადავწყვიტე რომ ღამის საათებში ვიღაცა სახლში უნდა შევიდე და ჭურჭელი კვირას ხასაგები კვირის დღეებში მუშაობ რაღაცად შაბათკვირა დინის ჰობი არის შაბათკვირას ძალიან ნუ შემარცხენ შენი თქვენ თავს კაი გადავიდეთ ისე დაუბრუნდეთ ჩვენს თემას უცხოეთში ცხოვრებაზე აი რო დაფიქრდე ხა რა იყო მე მეგონა თუ დაბრუნდეთ კომერტო ჩემ რა იყო რაღაც პირველად გაგაკვირვა აი რო ჩახვედი და ვაიმე ხო ყველაზე ბუმ მომენტი იყო ამას წინათ გიყვებოდი რომ მაშინ ქალი ავტობუსის მძღოლები არ ყავდა რა საქართველოში საერთოდ არ ყავდა დღის შუქზე ნანახი და როცა ჩავედი ვაგზალზე იქ თვითმფრინავიდან და ვიცოდი რომ იმ ვაგზალზე მოდიოდა ჩემი ჩესკალიბის ავტობუსი და ავდივარ და ქალის საჭესთან რა და რაღაცნაირი მომენტი მქონდა რომ აი ჩემმა ტვინმა ვერ გადახარშა რომ რა გეშინოდა როგორ მომენტი არ ვიცი მქონდა თუ არა მაგრამ იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ამ მომენტით რომ შიში ცოტა ალბათ მექნებოდა ახლა ქალი მძღოლი პირველად ნახ თან მეც რო ვიცი რანაირად ვატარებდი მანქანას უცებ რაღაცა ის წამოვიდა მაგრამ ძალიან მაგარი იყო რა ეგ მახსენდება პირველი
ვინმე დაგხვდა დაგეხმარა, იქიდან დაგიკავშირდნენ თუ როგორ ხდებოდა? კაი კითხვა, იმიტომ რომ ეგ პროექტი მასეთ ტექნიკურ ამბებსაც მოიცავს რა, რომ ის გადასარჩენად კი გაქვს pocket money, ჯიბის ფული, მაგრამ იქ ყველაფერი უზრუნველყოფილია საცხოვრებელიც, აბსოლუტურად ყველაფერი, რა ნაბიჯსაც გადადგავნა თანხას დახარჯავ, სანამ იქამდე მიაღწევ, ყველაფერი ანაზღაურებადია რა. მახსოვს ის ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა იწუწუნა, რომ აუ ეხა უნდა გავიდეო, ბარგი უნდა ვიყიდო რა და ცოტა ძვირი იღებს, არ ვიცი რატო დაიწყო წუწუნი მაგაზე, არ ვიცი, მაგრამ ცუდად არ უთქვამს რა და იმათ მოუთხეს, რომ იყიდეო და ჩეკი ჩაგვიგდე და რომ ჩაგვიგდე რა წამოიღე და მაგასაც ყველაფერი ანაზღაურებული იყო აბსოლუტურად. თვითმფრინავის წასვლა წამოსვლა შიდა ხო, ანუ ჯიბის მანი, ჯიბის ფული ღმე გადმომდა. ჯიბის ფული გქონდა მხოლოდ შენთვის, ანუ რაშიც, ანუ საჭმელში ცალკე გაძლევდნენ ფულს თუ არა? შედიოდა რა. ჯიბის ფულში შედიოდა საჭმელი. მაგრამ ტრანსპორტზე ცალკე გქონდა როგორც კი, შიდა გადაადგილებისთვის რაღაცა ჩვენთან მეტრომანი რო არის, მასე გქონდა. და იმაზე ირიცხებოდა ყოველთვიურად, რომელიც ძალიან ჟოშკები კი არიან, ზუსტად იმ რაოდენობის იყო რაღაცა რაც თვეების დღე. ცოტა მაგულავე გამატარეს სხვა ქალაქში. აი ეხლა რა შეაფასო. რა როლი ითამაშა ამ ყველაფერმა შენი როგორც ადამიანის პიროვნების შედგომაში? დამოუკიდებელი ცხოვრება, პირველ რიგში მაგას მივეჩვიე. დედის კალთას მოწყდი? ხო, დედის კალთას და მივეჩვიე, რომ რაღაცები შეიძლება მაღეზიანებდეს ვიღაცასთან თანაცხოვრების დროს, მაგრამ კომპრომისებზე წასვლაც აუცილებელია, იმიტომ რომ მასე არ გამოვა რა მთელი ისა რა ქვია ცხოვრება რო შენ ჭკუაზე იყო, აი ეგ მასწავლა და სხვასთან ერთად ახო ერთი ძალიან კაი ისტორია მაქვს. როგორ მოე? დედა ჩემი გაიხსენებს, აი ვინ ბიჭთან ერთად ცხოვრობდი, პირველი ერთი კვირაა რა და ნუ დედა მიცის რომ ვიღაცა ბიჭთან და გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. მე ჩემი საძინებელი იყო მისნა და გოგოს ოთახში ერთადერთი გასასვლელი იყო აივანზე. და ესე ვიდეო თვალით დედა ჩემს ველაპარაკები და უკანა ზე, სადღაც მეორე კვირა ალბათ ჩამოიარა ტიტულმა, თქვა ტიტული არ იყო ტრუსიეც, მაგრამ რო ჩაიარა ალბათ ის არჩევდა და დედა ჩემი სახე არა, იმიტომ რომ გადიოდა აივანზე რომ სარეცხი გადმოეღო და აი როგორი რეაქცია ქონდა, იცი რომ ალბათ ყველაფერი გადაუტრიალდა თავში რაღაცისთვის ხო არ იყო. ძალიან კარგად მახსენებდა. შენ წახვედი ხელიდან? იქიდან წავედი ეს რაღაცა ტიტული კაცი. ყურებს, მაგრამ ძალიან ჩემი საყვარელი ისტორია ერთ-ერთი პირველ კვირებში და რაღაცა დედას მოკითხვა. ისა როგორ მიიღო ოჯახმა? ეგეც ძალიან საინტერესოა ჩემი. იცი რა არის, რომ არაზრუს არ მყოლია ასეთი მშობლები, რომ რაღაცები დაეშალოთ. ყოველთვის ბევრი რაღაცის უფლებას მაძლევდნენ, ზოგჯერ იმაზე მეტი შეიძლება, ვიდრე ეს შეიძლება. საწმული ხო ეს გინდა. უთხრა. არა, ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ თავისუფლებას როდესაც აძლევ განსაკუთრებით მაგ პერიოდში სტუდენტობის პერიოდში შენ შულს და ენდობი, რაც მთავარია, მაგაზე მაგა რაღაცას შულს არ გაუკეთებ არასდროს და აი თან მე რო რაღაცებს ესე თვითონაც მოდიან დათმობებზე და გენდობიან, მე შენც რაღაცნაირი საწუხებს. პასუხისმგებლობის შეგრძნება გაქვს უფრო მეტი, მეც გეთახმ. რასაკურველი არ იყო მარტივი გადასაგორებელი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მაშინ 21 წლის ვიყავი, მგონი რომ 21 წლის გოგო საზღვარგარეთ მაშინ როდესაც ორჯერ ვიყავი სულ საზღვარგარეთ ნამყოფი მიდის, მიფრინავს, კაც შუმა თვითონაც ნინ მარიცოდა სად მიდიხარ. ხო, სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ, ხო, ვიცოდი. უბრალოდ ონლაინ მქონდა კომუნიკაცია ამ ხალხთან და ნუ ვიცოდი რომ ევროკავშირის პროექტია და ახლა მთლად ტრაფიკინგის მსხვერპლი არ გავხდებოდი და მოკლედ ნდობის ამ კარიერულ დონეზე მაგრად დამეხმარა, იმიტომ რომ ზუსტად იმას ვაკეთებდი, რაც ძალიან მისწორდებოდა და ძალიან მიყვარდა სკოლის პერიოდში ტრენინგების ჩატარება რა ესე რა teaching-ის ამბავი და მე ნუ როდესაც ჩამოვედი საქართველოში, მასე გავაგრძელებდი. კარიერაც კი აირჩიე სამაგისო? კი, ერთ-ერთი ჩემი აზრით მიზეზი რატომაც იმ სამსახურში ვმუშაობ, სადაც ესე ბედნიერად ვმუშაობ, გასაუბრებაზე ეგ იყო ამდენ ხნიანი უცხო გარემოში სწავლების გამოცდილება და ბევრი რაღაცა არა ერთმანეთზე გადაგმული ჩემს ცხოვრებაში. აი რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად. აი ერთი რაღაცა მოგონება გაიხსენე, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა შენზე.
არასდროს არ დამავიწყდება. იქ ერთ-ერთი პროექტი იყო, რომ ყველას უნდა გაგვეკეთებინა რაღაცა მინი პროექტი და რაღაცა ჩამონათვალი იყო და ბოდიალა ჩამონათვალი იყო და მეც შევთავაზე ამ კოორდინატორს, რომ ამ ფულით, რა ფულიც ახლა გამოყოფილი გაქვს ამ თან იქ რაღაცა ასეთ რაღაცებზე, პროექტებზეც იყო ფული გამოყოფილი. მეთქი მომეცი, მე ვიქირავებ პატარა საყვარელი ულამაზე ჩვენ როგორშიც ვიყავით ისეთი კაფეში ვიყავი და ჩავატარე პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. ოღონდ მარტო პრეზენტაცია არ იყო. ორ ნაწილად იყოფოდა რა, პრეზენტაცია, გავაცანი ყველაფერი საქართველოს, όμως უკაი რაღაცები ველაპარაკეთ, ცუდი არაფერი. გარეთ კარგი გაგვაქვს. კი, გარეთ კარგი გაგვაქვს და მე როდესაც დასრულდა, გარეთ ეზო იყო ულამაზესი და ეზოში ქართული არა ვიტყუეთ, ხმერთო ეს აქ მაინც არ მოვიტყვევ. იქ თქვით ჩვენ რომ ქართული ღვინოა თქვა რა და იქვე რაღაცა მაღაზიაში და სანც გულწრფელობისწრე თუ რა დაია. იმაში დოქებში გადმოვასხით რა და არ ვინმე ქართულთან ერთად იყავი ჩვენ? არა, მარტო ვიყავი და მაგრამ იცოდა რა ჩემო კოორდინატორა თვითონ შემომთავაზე რომ ღვინო ხوار იმას გვექნა. მეთქი რანაირად საიდან ჩამოვიტანა და ესე შევთავაზე რა მე ხო ერთო და იქვე დოქში ჩამოვასხი და ხალხი გაგიჟე არაჩება გუშინ მაგრა დათურნები მაქვს და მე ასეთი ღვინო ცხოვრებაში არ დამილევია და მახსოვს გოზინაყი მაშინ ჩემი ახლობელი ჩამოდიოდა გოზინაყი წამომიღო ხაჭაპური გავაკეთე სხვათა შორის ტოლმა შევასაღე იმათ როგორც ქართული იმიტომ რომ სომეხი მეგობარი ხომ ყავთ ბაზის ფოთლებში გახვევი სომეხმა რა თქვა მაგაზე არაფერი ძალიან საყვარელი იყო როგორ ჩაგრავდა მოკლედ ეგ მახსოვს ძალიან კარგად რა არაფერი არ იყო ქართული ხაჭაპურის გარდა და გოზინაყის გარდა, მაგრამ ძალიან კარგი საღამო იყო. თვითში ვაცხოვრებდი, მაგრამ კარგი საღამო მაინც იყო, ეხლა არ გვატყუება. ვაფშე იყო ეგ საღამო, ანუ შენ. საერთოდ სურათები მაქვს სხვათა შორის. კარგი, ნახავთ, აი სურათებს მაგრამ არ ვიცი, თბილისში შენ მგონი ერთხელ მიგიხე, პოსტერია რა და ერთ-ერთი საღამოს ის არის, მანდ გადამიღეს და მანდ იყარ. ისე შეიძლება ამასაც იგონებს, ეხლა მე არ მახსოვს. მართ Facebook-ზეც მიდა გამოვდებ. ველოდების ниლის. მართლა გავუშვებ ახლა აქ იმ ფოტოებს და მოკლედ ძალიან მაგარი იყო, ძალიან კარგად მახსენდება, იმიტომ რომ საქართველოს შევაყვარე ჩეხური ღვინი. ძალიან იაფი მივეწრე რა თქმა უნდა. ყველაზე იაფიანი. და ძალიან კარგი, ჩეხები როგორი ხალხია? უცნაური. აი როგორი კორექტულია. ხო, აი თავიდან ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ მაღაზიაშიც როდესაც შედიოდი და ინგლისურად როდესაც ელაპარაკებ, იმ პატარა ქალაქის, ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ, რომ ანუ შენ ვინ ხარ რა ინგლისურად პატარა ქალაქში. მე იძულებული ვიყავი, რომ ჩეხური სიტყვები მესწავლა რა და სამაგერად არ გიღიმოდნენ მე რამდენიმე ჩეხურ სიტყვას რო იძახდი რო ხდებოდნენ რომ უცხოელი იყავი მაგრამ ცდილობდი კი მაგ მხრივ ცოტა უხეშები ცოტა ცივები არიან რა რომ არის ცენტრალური ევროპის ხალხი მაინც რა მე ცენტრალური ევროპა მგონია მაგრამ თუ მიგიღეს მე წამოლუძზე დავლიოთ და ისეთი ხალხი ყავს ჩეხი მეგობრები იცავე? ჩემი მენტორი რომელიც იყო ხო კიდე ერთი რაღაცა აი ეს პროექტი მოიცავდა იმ ქვეყნის ენის სწავლას უფასოდ რა რა ქვეყანაშიც შადიხარ და მანდაც ძალიან კაი რაღაცა გავაკეთე ცოტა მცხვენია მაგრამ ამ ჩემ მენტორს დავუმეგობრდი რა და ესე ვეუბნები რომ მეთქი ჩემგან ჩეხურის მცოდნე არ გამა შანსი აი რატო უნდა მესწავლა 10 მილიონიანი ქვეყანა და თვითონაც ესერად არიციან ჩეხური ცოტა რთული ენაა რა და ამ გოგოს ვეუბნები რომ მეთქი რისი ბარტერი შემიძლია რომ შემოგთავაზო რომ არ ვივლი გაკვეთილებზე და ნუ ტანჯავ რა თან დილით იყო და სხვები დადიოდნენ და ესეთი რაღაცა მითხრა ამ გოგომ უარესი მითხრა მაგრამ რაღაცა თვითონ უყურა ძალიან ჰაიკინგი რა ლაშქრობები და მე გავატარებო ამასო ჩუმადო არ ვიტყვიო ასე მე დაიჭერენ ახლა იმ ადამიანს ეგ არის სავალდებულო მოთხოვნა დავაფიქსირებო რომ შენო დადიოდიო გაკვეთილებზეო მაგრამ შაბათ-კვირას გამომყევი ჩემ შვილთან ერთად ბავშვთან რამხელა გამოწვევა მქონდა ცხოვრება ტრაფიკინგის მსხვერპლი იყავი ნინე შეულები ძიძა და გავცვალე რა მაგრამ ხშირად არ დაყავდა ბავშვი და ესე მივდიოდით რამდენი წლის იყო ეს ბავშვი აუ პატარა იყო ძალიან ალბათ 3 ძიძად მიყავდი არ ვიყავ
და ესე არ მერჩინა კაცო იმ რაღაცა ჩეხელებს უნდა მეთქვა. ეს არ გადავთქვით მინი ეს ვიდეო არასდროს და სუბტიტრებიც გამოურთოთ. ეგ ისა რა ქვია, მე გაიასნებული ამბავი იყო რა, მე მოუგვარდით, იმიტომ რომ მიხვდა ჩემი კოორდინატორი, რომ რაღაცა საათებში აღარ დავდიოდი და ჯიგრულად უთხარი რა, რომ მეთქი ტყუილა ვიტანჯები და ბარემ რაღაცა სასარგებლო მიიღე შენც თქო, ხო? კი, იმათ ვასწავლი აფირისტობა. აი რა შეიძლება იქ მათმა მასწავლეს, მე აფირისტობა ვასწავლე. ძალიან კაი გამოცდილება იყო. კიდე რას ურჩევ, ხა ვთქვათ, ვინმეს უნდა, აი პირველ კურსი არის ვიღაცა და უნდა რომ უცხოეთში წავიდეს სასწავლებად. შენი აზრით რა აი გონებრივად რა, ანუ ბევრი მე ჩემი გამოცდილებაც მაქვს მაგაზე და ვიცი ეგ როგორი რაღაც ხდება, მაგრამ აი შენ რო გაუზი, აი გონებაში რაღაცა ამბები მიდის. და როგორ უნდა გადალახოს, როგორ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ მე რაღაც მომენტში მეგონა ცხოვრებაში რომ ყველას უნდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლად რაღაც მართლა დარწმუნებული ვიყავი. იმიტომ რომ მე თვითონ ყოველთვის ძალიან მინდოდა და მე აღმოვაჩინე რომ არა. ხო, ძალიან ბევრს პირიქით არ უნდა. და აი რას ეტყოდი რა, მასეთ ადამიანებს შევაგულიანებდი ხო? ხო, აი რომ რატო უნდა გადადგას, იმიტომ რომ ეშინია კომფორტის ზონაშია, სახლშია, ბედნიერად ზის, თბილად არის, ასე შემდეგ. დამოუკიდებლად ცხოვრება ვთქვი, კომპრომისებზე წასვლა ვთქვი, ნეტვორკინგი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მისასვლელი პირი მაქვს რა, ბევრთან ვარ დამეგობრებული და შემიძლია რომ უცებ რო ჩავალ რაღაცა სახკარი მქონდეს. ენის თვალსაზრისით, აი ენა და სულ ჩემთან რატო ჩამოდი? აუ ნატა შემეშვი მალაპარაკე. ენის თუ ინგლისური მგონია რომ მაგრად დავამუყამე. და რა სჭირდებათ ინგლისური? ინგლისური რა ვიცი, ყველაფერში სჭირდებათ საქართველოში. მაგალითად ანუ ხა პროსტო რომ ნაგვის გადაყრიდან დაწყებული რომ ქუჩაში ვიღაც აი შეთვითონ кайფობ რა რომ რაღაცა useful ტიპი რო ხარ შეიძლება ისეთ სამსახურში იმუშაო სადაც ინგლისური არ გამოგადგეს მაგრამ აი ქუჩაში რო გახვალ და ვიღაცა ინგლისურად ეკითხება რაღაცას და ამ ყველაფერს ეხმარები და პასუხები მე მაგალითად ეგ ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და კაი ნუ ეგ ხუმრობა იქეთ იყოს და ინგლისური გჭირდება ალბათ ყველგან რა საქართველოში ან ინგლისური უკვე გახდა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ რაღაც წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. ჩემი გადმოსახედიდან რა, ანუ ისეთია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, მაგრამ მაგის იქით იმდენია კიდე, რომ აი ეგ ეხა მინიმალურია რა. კი, და ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია რა თქმა უნდა. და რას აფასებ იცი რა დასაწყისში ვთქვი რომ ბევრ რაღაცას აფასებ ქართულ ამბავს აი განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის ამბავს აფასებ იმიტომ რომ ჩვენთან მართლა იმერეთში არ ვიცი ვიღაცა სტუმარი რო ჩამოგვდეს შეიძლება სესხი ავიღოთ და მაგარია თუ რატო არ ვიცი მე არ მინდა მაგრამ აი ქორწილების ამბავი რა რომ მეზობელი რო 200 კაციანს გააკეთებს იმ მეზობელმა გივი უნდა გააკეთოს 230-იანი ან 250-იანი მატრაკვეცა ხალხი ვართ რა და ეგ არა აქვს იქ რა ეგ კარგია თუ ცუდია ხა ვერ გავიგე როგორ ჭროში გამოიყვანე ის იქეთ ცუდია და ქართველურ ამბავს მე ასე ვარ გაზრდილი ძალიან მომწონს და რას გეტყვია იმდენად უცხო იყო ჩემი ეს დამოკიდებულება ერთი ამბავი მახსენდება სახლში გადავწყვიტე რომ რაღაც აჭარული ხაჭაპურები თუ რაღაცა გამომეცხო და დამეპატიჟებინა ჩემი კოორდინატორი ქმართან ერთად და ნუ ყველაფერი ვიყიდე გავამზადეთ მე და ჩემმა ვისთან ერთად ცხოვრობდით ღვინო ახლა მან ნამდვილად იცოდნენ რომ ჩეხური ღვინო იყო ლუდები ყველაფერი და საღამოს როდესაც დაიშალა ის სუფრა ეს ჩემი კოორდინატორი მეუბნება რომ გიხოცებიო ჩეკის ფოტო ჩამიგდეო და რამდენი გადაიხადეო და გავსწორდეთ ამას ხო საქართველოში არავინ არ იკითხავს რაღაც არავის არ თქვა ხო აი ეგეც კულტურული შოკი ხო აქ არასდროს არ ვქონია აი მართლა კაი რა სისულელია პატიჟე იქ მასე იყო რა რომ ხო ეხლა ძალიან გამიკვირდა აქ ხო აი ფიქრობ ეხლა იცი რა არის რაღაც სიტუაციები როცა ერთად მივდივართ და ყველას ჩვენ ან აქრო ვიძახით რაღაცას ვაწყობთ ვიღაცას თავის საჭმელებით ნუ აქვს ხოლმე ეგეც არის მაგრამ აი ჩეკი ჩააგდე და გავსწორო თუ უიეგარ ხო მაგას აფასებ რომ ვა იქეთ თურმე რანაირი ლაღები ვართ და რანაირი თავისუფალი ტიპები ვართ აქ სულ დაძაბული ხარ ახლა ალბათ ის სულ დაძაბული იყო რომ ბევრი ხوار გადაიხადა რომ მე რაღაცა ხელში აუ ის საოცრებები ხდება არ ვიცი ახლა რა ხდება ჩეხეთში მე 2017 წლის ამბავს გეუბნები თუ
თუმცა ფასდაკლებების დღე რო იყო რომელიღაცა კონკრეტულ სუპერმარკეტში ხალხი მეორე ქალაქიდან ჩამოდიოდა რომ იაფად იყიდათ რაღაცა ქათმის ფილე რა ძალიან სეივინგზე დაზოგვაზე არიან გადასულები და მაგას ვერ ხვდები და იმიტომ არ მგონია რომ უჭირთ არა ხო იმიტომ რომ უბრალოდ ხო ის არის შენთვის ხომ აქვს მოყოლილი ჩემი მეორე კოორდინატორი ისეთი მანქანით დადიოდა დედას გეფიცები ახლა ლოცვით დიდად არ გამოვირჩევი მაგრამ 1-2 ჯერ ფიქრი გამიჩნდა რომ ღმერთო ეს მშვიდობით მიიყვანა სახლამდე იმიტომ ბორბალი ძვრებოდა და ერთხელ ბარბეკიუ პარტიზე დაგუპატიჟა და აი მასეთი ლამაზი სახლი ფილმებშიც არ მინახავს ბელეტაჟიანი სახლი იყო ულამაზესი ეზო, ძალიან ლაქშერიის იყო და დადიოდა რაღაცა ცალი ბოიზე. ხო, ხო, შენ მოსა. სამი ბორბლით დადიოდა, ხო, ეს სხვა პრიორიტეტი. ხო, პრიორიტეტი რა აქვს? ანუ ჩვენ ხო ეს არის, რომ გარეთ ვაჩვენოთ და აი კი და ხო, სხვადასხვა მე რომ გერმანიაში ვიყავი, მაშინ იყო რომ რა მენატრებოდა, იცი? საქართველოში ესე სუფრაზე ყრია საჭმელი რა. აი და რო არიცი რა ჭება, იმიტომ რომ სადაც მივდივით, ყველგან იყო რაღაცა 1 2 კი. ხო და ეგ მენატრებოდა ყველაზე ხშირად უცხოეთში ცხოვრობ. ხშირად შეგვესრულებოდი. საჭმელს აქვს წესი ნომერი 1. რომ ჯობია მოგჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. მე დამცინე სულ ჩემი ხმარი შაკო რომ ყოველთვის ნერვიულობ რომ ვაიმე ცოტა გვაქვს საჭმელი. ხო. ვაიმე ცოტა გვაქვს საჭმელი და მე სუფრაზე რომ ვაწყობ თხოვეს სტუმრები რომ მოგდიან და სუფრაზე რომ ვაწყობ და რო აღარ ეტევა და აი ამათი რეაქცია რომ კიდე რაღაცა. ხო, უკვე ყველა მიცის რომ აქ რომ მოდიან რაღაცა 1-2 დღე არ ჭამენ. თავისი კონტეინერებით მოდიან ხოლმე, იმიტომ რომ მე მიაქვთ საჭმელი ძირითადად. ხო და ნუ ჩვენ ვართ ესეთი გიჟები. 1-2 ყავს ესეთი ყაზახეთიდან ყავს. ეგეთი მსგავსი ტიპი არის ის გოგოც, მაგასაც უყვარს ესე, მაგრამ დანარჩენები მაინც ანუ ესე მოკრძალებულად რა, რაღაცა 2-3 სახეა. და ჩვენ ესე შტერობაა რამასე რა. ხო, მე მგონია ხანდახან რომ ცოტა გიჟები. მეტი მოგვიდეს ხო. იმიტომ რომ ანუ ესეთი მართლა დიდი ხარჯია, ანუ აქ საქართველოში რო ეგ იაფი გიჯდება, აქ ეგრე იაფი. ხო, მაგრამ სამაგერად რაღაცა ყველას უყვარს აქ მოსვლა და მეც ძალიან მიყვარს ახლა სტუმრები რომ მოგდიან სახლში. მაგრამ ხო, ხანდახან ცოტა ვიღებდი ხოლმე. ოკეი. ხო, მადლობა, კარგი იყო. გადავიდეთ ახლა მოდი შემდეგ ფაზაზე, შემდეგი ეტაპი. შენ რო გქონდა იდეა? შემდეგი იდეა მგონი ჩვენ მქონდა გარეთ უნდა გავსულიყავით და იქ გარეთ გასვლის დროს თუ ჩაგვეწერა ეგ ვიწყიტყობი ხო? ხო, სწორად მახსოვს თუ არა? ხო. აი მე თავიდან, კაი მე თავიდან გავაკეთე. და მეც დავიბერე, იმიტომ რომ მეგონა რომ აქ უნდა გვეკითხა. აუ, მას უფრო კაი იქნება რა გარეთ. ხო, სიარულის დროს. მოდი აშნე ხარ. მე დადიყავი რომ ამას არ მოუჭრე. ომეგაი, მაშინ ახლა ველოდები. მოიცადე 1 2 3. დაიცადე ესე დავიწყდები მაინც. ხო, ანუ ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ჩვენი ამ ეპიზოდის პოდკასტის ცოტა საინტერესო ახლებური ნაწილი უნდა შემოგთავაზოთ და თან ჩემს ქალაქს აცხოვრობ მინის დავაცვალიერებინებ კარგად. კი ვითომ პირველად არის თვითონ. მაგრამ ხო, ჩემთან ერთად არ გაგისეირნია მე მგონი ამის ცენტრალურ კუთხეში. წინაზე ჩვენმა მეგობარმა გაგიყვანა გარეთ, მე არა. ხო, მე არ გამიყვანა. ჩამდამ ხელი და მატარე. სოფლიოს მე ოპერატორი არ წამოქცევა უკანიდან სული და მე გაიღვიძებს. იმედია ჩვენი ოპერატორი კაი. ანუ საქართველოსთან ყოს ოპერატორიც ჩამოყვანილი. როგორ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, მინდა რომ გავა. ოკეი. კარგი და ანუ ეხლა გავუხსნით. ახლა არ დავემსტობოდი კაცო, გავაგრძელებ. შემდეგ ნაწილში შევხვდებით რა ამ ეპიზოდის. დაიში. ჩემ შვილები ჩვეული რომ ყველაფერზე რა წაგულიანებაზე რომ ტაშს მოკრავ, მინი აბეთაში. კვანცაში დროსაც კვანცაში რომ გავაკეთე რა. დავსისხლში აცბავს. მე არ ვისწავლები. და კაი ამბია. კაი, აბა წავედით.